სინოპტიკოსები დღეიდან ამინდის გაუარესებას ელოდებიან. მათი განცხადებით ჰაერის ტემპერატურა ღამით 7 გრადუსამდე დაეცემა და დაბალი ტემპერატურა 2 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. სანაპირო ზოლში ინტენსიური წვიმაა ნავარაუდევი ელჭექით. სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსულ ცივ მასებს უკავშირებენ. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და ღამით თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ცუდი ამინდი მთიან რაიონში 31 მარტამდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების თქმით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ზღვაში 6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით როგორც იახტ-კლუბის, ისე მაღალმთიანეთის ტერიტორიაზე სამსახური მობილიზებულია. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის ქარი, განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22 მეტრი წამში სიჩქარე ექნება. ასევე ინტენსიური წვიმას ველოდებით სანაპირო ზოლში უშუალოდ, ხოლო შიგამთიან და მთიან რაიონებში, ვინაიდან ძალიან ცივი ატმოსფერული მასები შემოდის, ველოდებით ნალექს შიგამთიან რაიონში, მაღალმთაში თოვას. ამასთან ძლიერს. ტალღის სიმაღლე იქნება დაახლოებით 5-6 ბალი. შემდეგ ქარის სიჩქარე იქნება 15-20 მეტრი წამში, დაქროლვა ზოგჯერ იქნება 25 მეტრი წამამდე. ჩვენი სამაშველო სამსახური არის მობილიზებული სრულიად. ჩვენ დაქვემდებარებაში ყოფილი იახტ-კლუბი, აგრეთვე წოდებული, არის ყველასათვის, ყველა მცურავი საშუალებისათვის ღია. ჩვენი სამაშველო რეგიონები ყველა არის მობილიზებული, გაფრთხილებული და იმ შემთხვევაში თუ რამე იქნება საჭირო და გამოძახება, რეაგირება მოხდება თავის დროზე.